გადასახადი მოუყვა. აი ხო შეიძლება რაღაცაში შევიდეთ ჩვენც რაღაც დაფინანსებაში. ბევრი რამე ხელმისაწვდომია. მაგრამ ჩვენ ფერაზე არ ზრუნავდნენ არავინ, არც ერთი ხელისუფლება. დაწერილი მქონდა და თელავის გუბერნატორიდან დაბეჭდილი წერილი მომივიდა სოციალურ დაუცველ ფენას არ ეკუთვნიო და არსად არ გაასაჩივროთო. შენახული მაქვს ის წერილი. და რატომ არ ვეკუთვნი? დავწერე ახლა საბჭოს თავმჯდომარე მითხრა დაწერეო, დავწერე და გავაგზავნე, რა ვიცი, მე ახლა თვითონ აკეთებდნენ ამ საბუთებს, მე არსად არ მივლია ნამდვილად და არც იმის თავი არ მაქვს, რომ ან გამესაჩივრებინა. უბრალოდ როგორც სხვა კომთა რაოდენობაში იყო, ჩემი განცხადებაც იყო და მომივიდა გუბერნატორიდან სოციალურ დაუცველ ფენას არ ეკუთვნიო. და რატო არ ვეკუთვნი, ვერ გავიგე. როგორც სხვები ცხოვრობენ, ვინც იღებენ დახმარებას, ისევ ცხოვრობ მეც. როგორც სხვები მუშაობენ ქირაზე, მუშაობ მეც. და რატო არ ვეკუთვნოდი, ნამდვილად არ ვიცი. აგენტი იყო თქვენთან? კი, იყო აგენტი, მითხრა რომ მოგეცემაო, ნამდვილად მოგეცემაო, მაგრამ მე რა ვიცი რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. 3-4 დღე გავიდე სამუშაოდ, ჩემი მეუღლე წიგნები ვარ. ყველაფერი საყიდელი მქონდა. სამი შვილი მყავს და აი ესე უმუშევრობის პრობლემა გვაწუხებს. და მაგიტომ მივედი რომ მეთქი იქნებ მომაქციოს მთავრობამ რამენაირად ყურადღება მეთქი და მოვიდა აგენტი მარტში შევიტანე განაცხადი, მოვიდა აგენტი შემამოწმა 2 კვირის მერე. მერე 2 კვირის მერე პასუხიც მოვიდა, ანუ 1 თვის განმავლობაში. მე ორსულად ვიყავი და მაგის გულისთვის უფრო შევიტანე რომ პოლისი მომცენ, რომ პოლისით დაფინანსებოდა მშობიარობა და არც პოლისი მომივიდა, არც არაფერი აბსოლუტურად. მე ისე ვიყავი რომ პატარა ბავშვიც მყავდა ეს 3 შვილი და ვერ ვივლიდ უბრალოდ იმის შესაძლებლობა არ მქონოდა რომ მე მეჩივლა, ანიქ წავსულიყავი, სადაც საჭირო იყო, საჭირო ზომები მიმეღო და მეჩივლა. თორე აი მოვიდნენ ნებისმიერი აგენტი კიდე მოვიდეს და კიდევ შემამოწმოს და ნახოს მე რა ქულა მეკუთვნის და რა ქულა არ მეკუთვნის და მე ის შეამოწმოს, ვინც დახმარებას იღებს, ვის რა შემოსავალი გვაქვს. ძალიან უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ ვიცი რომ ნამდვილად მეკუთვნოდა დახმარება, პოლისიც კი არ მომცეს. პოლისიც შეიძლებოდა რომ პოლისიც მომსვლოდა, მაგრამ პოლისიც არ მომცეს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვითონ ოჯახის წევრების ფიზიკურ მდგომარეობასაც, ჯანმრთელობის მდგომარეობას. ზოგიერთ ოჯახში შეიძლება იყოს პირველი ჯგუფის ინვალიდი, ან მეორე, ან მესამე ჯგუფის ინვალიდი, ან ბავშვი, ან მარჩენას დაკარგული ვინმე. ამასაც აქვს ქულებზე. შეიძლება ოჯახები ფულადი შემოსავლით, მაგრამ მერე ქულებზე გავლენას ახდენს აგრეთვე ეს ფიზიკური მდგომარეობა, სტატუსები. დეკლარაცია სოცაგენტი ავსებს აღებული ინტერვიუდან გამოკითხვის შედეგად და ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი ეუბნება ყველაფერს. რაზედაც შემდეგ ორივენი სოცაგენტიც და უფლებამოსილი წარმომადგენელი აწერენ ხელს, რომ აქ ჩანაწერები ყველაფერი არის სწორი, არაფერზე პრეტენზია არ გააჩნიათ და შემდეგ ეს დეკლარაცია მუშავდება საერთო წესით. ჩვენ აგენტებს ვაგზავნით განაცხადის საფუძველზე, რომელიცაც ოჯახის წევრი აკეთებს ჩვენთან. ამას ყველაფერს თავისი ვადები აქვს, ეს განაცხადი მუშადება კომპიუტერულად, შემდეგ მიდის სოცაგენტი და შევსებული დეკლარაცია შედის კომპიუტერში და იგზავნება თბილისში დასამუშავებლად. ეს ელექტრონული ვერსიის სახით ხდება ყველაფერი და იქიდან მოდის ქულები. თქვენ ვერანაირ არ არსებობს ჩვენ რა გავლენა მოახდინოთ.